Ვენის სახით თელ საქართველოს მიულოცავ გაზაფხულს, მიულოცავ ბრწყინვალე ქრისტეს აღდგომას და ვუსურვებ, რომ აღმდგარ იყოს ჩვენი სამშობლო, ფეხზე დამდგარ იყოს და მოეცილებინოს ეს შავი ჭირა, ეს ჟამიანობა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის სახით. ჩემთვის სრულიად გასაგებია და მისაღებია, რომ შალვა ნათელაშვილი ვინმეს არ უყვარდეს, უფრო მეტიც ზულდეს და ეგონოს ხელისუფლებასთან შეკრული. ასეთ აზრსაც აქვს უზრეობის მიუხედავად არსებობის უფლება. მაგრამ გაუგებარი ის არის, რომ 6 მილიარდ ნახევარი გეტოს მუთაქაში დააფინანსო და მილიონებად აქციო ერთ დღეში ოცნება აუხდინო ამერიკიდან დანიშნულ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მზად არიან სამშობლო უკანასკნელი გრანტის გროშად გაყიდონ. ბევრს დაავიწყდა და ყველა საუბრობს იმაზე, ვითომ რომ საქართველოში საარჩევნო გარემო არ არის და თავისუფალი არჩევნები არ არის ცალ-ცალკე, მაგრამ ხმამაღლა და ერთად არის ეს სათქმელი, რომ აქედან შედეგი დადგეს. ერთხელ ხომ დაღუპა შევარდნაძემ საქართველო და მოიყვანა ეს ხროვა ხელისუფლებაში. ეხლა მეორედ უნდა რომ დაღუპოს და როდის იყო მილიარდელი ქვეყნის ხალხისთვის, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებისათვის სიკეთის მომტანი იყო. ჩვენი მიზანი ერთია. წაეთრეს სრულპენტელა სააკაშვილი პოლიტიკური ასპარეზიდან. ვაჩვენოთ მას წითელი ბარათი, აი ესეთი. აი ასე ვაჩვენოთ მას წითელი ბარათი, ისე როგორც მსაჯი უჩვენებს დამრღვევ სპორტსმენს და აგდებს მოედნიდან. ყველაფერი მინდა ეს გამთავრობა რომ გადაშენდეს, მოიწვიოს და მოვიდეს ახალი. მინდა რომ ახალი მოვიდეს, რა დღეში ვარ. ვითომ შუქი არის, გაზი არის, ეს ყველაფერი შეგვიძლია რომ უფასოდ იქნებაო ყველაფერი. უფასოდ კი არა, რა დღეში ვარ, მეტინება.